საინტერესო პროგრამის შესახებ უნდა მოგიყვათ. 1 ივნისიდან განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად ახალი სასტიპენდიო პროგრამა. სახელწოდებით საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017 დაიწყო. თუ რას გულისხმობს ახალი პროექტი და ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა, ამ ყველაფრის შესახებ უკვე ნინო შავერდაშვილი მოგვიყვება. 1 ივნისიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახალ სასტიპენდიო პროგრამას. საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2016-2017 აცხადებს. ეს არის ღია ტიპის პროგრამა, ღია ტიპის კონკურსი, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი თვითონ ირჩევს იმ შესაბამის უმაღლეს ქვეყანას, სადაც მას სურს ხარისხის მიღება, განათლების ხარისხის მიღება და შესაბამისად ჩვენთანაც არ არის შეზღუდული არც ქვეყანა და არც სასწავლებელი, ყველაფერი დამოკიდებულია სტუდენტის მიერ შერჩეულ მიმართულებაზე. პროგრამა ხელოვნების მიმართულების და რესტავრაცია კონსერვაციის დარგის სპეციალობის, სამაგისტრო სადოქტორო პროგრამების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. გარდა რესტავრაცია კონსერვაციისა ჩვენ ბევრი სხვა მიმართულებებიც გვაქვს ხელოვნებაში, სადაც გვესაჭიროება კვალიფიციური სპეციალისტები, ამ ჯერზე არ დავაკონკრეტებთ. თუ გაამართლა და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს აუცილებლად ეს პროგრამა, შემდეგ უკვე ალბათ უფრო კონკრეტულად გამოვაცხადებთ იმ მიმართულებებს ხელოვნებაში, რაც უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კონკურსი 3 ეტაპად ჩატარდება. პირველი საფეხური ელექტრონული განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული შემოწმებაა. მეორე ელექტრონული განაცხადის შინაარსობრივი შეფასება, ხოლო მესამე ეტაპია გასაუბრება. დაფინანსებული სტუდენტი სწავლის დასრულების შემდეგ ვალდებულია შესაბამის სფეროში 3 წლით საქართველოში დასაქმდეს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ სტუდენტს უკვე ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვის წერილი უპირობო და ასევე ჰქონდეს მას მიღებული გათავისუფლება გადასახადიდან უნივერსიტეტიდან, იქნება ეს სრული თუ ნაწილობრივი, თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან ჰქონდეს თანადაფინანსება მიღებული. განათლების საერთაშორისო ცენტრში 2016-2017 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 30 ივნისამდე გაგრძელდება.